ხმა არ ამოუღიათ ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორებს მაშინ, როდესაც ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებს იჭერდნენ აქციებზე, სცემდნენ და დღესაც ციხეში არიან. კაცმა, რომელმაც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პირველი ბუსუსიანი პრეზერვატივები აკრძალა. შემდეგ საყდრისი ააფეთქა და ოქრო გაზიდა. 1 წლის თავზე პირველად საქართველოში გეი მარში ჩაატარა. ის უმტკიცებდა საზოგადოებას, რომ ქართველი ხალხი აუცილებლად შეეჩვეოდა და შეეგუებოდა ერთსქესიანი ადამიანების თანაცხოვრებას და მათი ცხოვრების წესის ნორმალიზება მოხდებოდა. და პატრიარქიც კი იქნებოდა გაკიცხული, რადგან ისის ჩვეულებრივი პიროვნება იყო. ის ამტკიცებდა, რომ პასუხს აგებდა აბსოლუტურად ყველა, ვინც 17 მაისს იღებდა ძალადობაში მონაწილეობას და ის გულისხმობდა რასაკვირველია სამღვდელოებას. ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში და საზოგადოებაში გააჩინა შიშები და გააჩინა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე ქართველობას ართმევდა ქართველებს, რომ მართლმადიდებლობის წართმევა უნდოდათ ევროპელებს, რომ თურქები აპირებდნენ საქართველოს გამუსლიმანებას. 13 წლიანმა მასობრივმა ტვინის გამორეცხვამ მოიტანა ის შედეგი, სადაც უნივერსიტეტებს აუქმებენ და იქ დასაქმებულ ლექტორებს, რომლებიც მრავალი ათეული წელიწადია უკვე მათ პედაგოგიურ საქმიანობას აღასრულებენ, სამსახურებიდან გაყრა ემუქრებათ, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა სფეროში ეს ეხება სახელმწიფოს სამსახურებს, იმის გამო, რომ ბიუჯეტს უკვე აღარ აქვს საშუალება გადაიხადოს ხელფასები. ისინი ვეღარ წვდებიან ამ ყველაფერს, რადგან თავად გაიზარდეს ხელფასები, თავად გაუზარდეს ძალოვნებს, რათა ისინი არიან საყრდენი აი ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისა. ტექნიკური უნივერსიტეტიც ზუსტად აი ამ ყველაფერში მოხდა და მრავალწლიანი ტვინის გამორეცხვის კამპანია მივიდა იქამდე, რომ უნივერსიტეტს, რომელსაც აუქმებენ, ამავე უნივერსიტეტის ლექტორები საუბრობენ იმაზე, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილი არის კარგი პიროვნება, რომ მას აფასებენ, მისი მხარდამჭერები არიან და სთხოვენ შუამდგომლობა გაუწიონ კობახიძესთან, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი არ გაუქმდეს და არ შეუერთდეს თესეულს და არ გაიყიდოს მისი ისტორიული კორპუსები. და ეს ადამიანები დარწმუნებული ვარ გულწრფელად არ ფიქრობენ იმას, რასაც ამბობენ და დარწმუნებულები არიან, რომ ამ ქვეყანაში რაც ხდება, ეს არის ბიძინა ივანიშვილის სცენარი და კობახიძე გამარჯვებასაც არავის არ ეუბნება ინდივიდუალურად. და ის აბსოლუტურად ყველა დავალებას ასრულებს ივანიშვილის მითითებების მიხედვით. აი ის ლექტორები, რომლებიც ასეთ რაღაცას კადროლობენ, ისინი არც უნივერსიტეტს იმსახურებენ, არც ლექტორობას და არც ერთი სტუდენტის მასწავლებლობას. აი ეს ადამიანები ანადგურებენ ჩვენი თაობის მომავალს და ეს ადამიანები რამდენიმე ათეული წელიწადია უკვე აქტიურად ანადგურებენ ყოველივე იმ ქართულს, რაც ოდესღაც უშენებიათ იმ დიდებულ ქართველებს, რომლებსაც ჩვენ ოქროს ასოებით ვინახავთ ჩვენს ისტორიის ფურცლებზე. ხმა არ ამოუღიათ ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორებს მაშინ, როდესაც ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებს იჭერდნენ აქციებზე, სცემდნენ და დღესაც ციხეში არიან. ხმა არ ამოუღიათ მაშინ, როდესაც ქართული მიწები იყიდებოდა და იყიდება ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ. ისინი ხმას არ იღებენ მაშინ, როდესაც პენსიონერებს 20 ლარს უმატებენ, ხოლო მინისტრებს და დეპუტატებს 5000 ლარით მატება აქვთ 2026 წლიდან. ისინი ხმას არასდროს არ იღებენ მედიკამენტებზე უსაშველო ფასების გამო. ხმას არ იღებენ საბანკო სექტორში არსებულ მდგომარეობაზე, სადაც ადამიანებს ყვლეფენ და ატყავებენ. ეს ადამიანები მაშინ იღებენ და მაშინ ამოიღეს ხმა, როდესაც მათ ტყავს შეეხო სისტემა.